63 სართული 56-ის ნაცვლად ქართული ოცნების ერთ-ერთ უმსხვილეს შემომწირველს თბილისის მერიამ 56 სართულიან კორპუსზე დამატებით 7 სართულის დაშენების უფლება მისცა. ნოშიკო ნამორაძე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში 260 მეტრიან ცათამბჯენს ააშენებს. თბილისის ცენტრში ცათამბჯენის მშენებლობისთვის თითქმის ყველა სამზადისი დასრულებულია. ქართული ოცნების კარის ბიზნესმენი არის ნოშრევა ნამორაძე, რომელსაც თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთი მიყიდეს ყველაზე იაფად, მიყიდეს იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას წარმოადგენს და ქართულ ოცნებაში მყოფი ბიზნესმენი არის. მას ასევე ძალიან გამარტივებულად მისცეს მიწის ნაკვეთზე აშენების ნებართვა, რომელიც კალაძემ დაახვედრა ფაქტობრივად აუქციონის შემდეგ. ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ აკეთოს დიდი ფული. და ესეთი ბიზნესმენები, როგორებიც არიან ვითომ ბიზნესმენები ნოშრევა ნამორაძე და ასე შემდეგ, ესეთი ადამიანები არიან ამ ხელისუფლების დასაყრდენი. ირკვევა, რომ ნოშრევა ნამორაძემ ცათამბჯენის შეცვლილი პროექტის მშენებლობის ნებართვა მერიისგან 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო. მანამდე კი კოეფიციენტი რამდენჯერმე გაუზარდეს. ასე იქცა 40 სართულიანი პროექტი 63 სართულად. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია ცათამბჯენს ვაკის პარკთან ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ააშენებს, რომელიც თავის დროზე 100 მილიონ ლარად იყო შეფასებული, თუმცა ქართულმა ოცნებამ ნოშრევა ნამორაძეს 11 მილიონ ლარად მიყიდა. ეს ადგილი დატვირთული არის როგორც ურბანულად, ასე სატრანსპორტო კუთხით. თავდაპირველად ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა შემოვიდა, რომ იქნებოდა 59 სართული, შემდგომ უკვე გახდა 59 სართული, აიღო მშენებლობის ნებართვა და ეხლა უკვე 27 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა და აქ აშენდება 260 მეტრიანი 63 სართულიანი შენობა და აქ ჯამში პრობლემა ის არის, რომ ნოშრევა ნამორაძისთვის რა თქმა უნდა ყველაფერია შესაძლებელი. ოპოზიცია თვეებია საუბრობს, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც პიკის საათის დროს გადაადგილება ისედაც ჭირს, ცათამბჯენის აშენება ქალაქისთვის დამღუპველი იქნება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 63 სართულიანი შენობის აშენების შემდეგ ქალაქში ურბანული გენოციდი და სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალი იქნება. ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ბიზნესი, ეგრეთ წოდებული ბიზნესი, რომელიც ერთგულებას უმტკიცებს სხვადასხვა განცხადებებით, სხვადასხვა მოქმედებებით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, მისთვის ყველაფერი მოსულა და თუ ბიზნესი არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და სახელმწიფოებრივად აზროვნებს, სახელმწიფოებრივი პოზიციონირება აქვს, მისთვის იქნება წინააღმდეგობა, ბარიერები. იმ პრივილეგიებისა და გარიგებების გამო, რასაც ნოშიკო ნამორაძე ხელისუფლებისგან იღებს, თითქმის ერთადერთი იყო, რომელიც პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრიდან გამოსული ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. არავის სახში არ უვარდება, არ ხრეტენ ქუჩაში ადამიანებს და არ აწიოკებენ ბიზნესს, არ ართმევენ ბიზნესს არავის. ქუჩაში რო ძალადობა მოქალაქეებზე ამას ვერ ხედა. მაგას ყველა სახში არ უვარდებიან? სახში არ უვარდებიან? ყველაფერი მასშტაბურად შესახედი. სანქციები რომ დაუწესდა ქვეყანას. თქვენ უნერვიულობთ, მეც გადავიტან მაგ სანქციას, მომანიჭოთ ეგ სანქცია. ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია ჭავჭავაძის 59 ნომერში ცათამბჯენს 19,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ააშენებს, რაშიც ნოშიკო ნამორაძე მილიონობით ლარს გადაიხდის.